სანდრო გირგლიანის მკვლელობიდან 13 წლის შემდეგ ახალგაზრდა ბანკირის ტრაგიკული ისტორია სამწუხაროდ ისევ პოლიტიკური დაპირისპირების და ურთიერთბრალდებების საგანია. დედა, რომელიც სამართლიანობისთვის და შვილის მკვლელების დასჯისთვის იბრძოდა და რეჟიმს დაუპირისპირდა, წლების წინ გარდაიცვალა. მას ირინა ენუქიძე ჰქვია და რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, დღეს რომ ცოცხალი იყოს, არავის მისცემდა მისი შვილის სახელის ხსენების უფლებას პოლიტიკურ კონტექსტში. შვილის, რომელიც ნაციონალურმა რეჟიმმა მოუკლა და რომლის სახელით და გვარით თუ საქმით პოლიტიკოსები პოლიტიკიდან მიდიან და მოდიან. ამის ფონზე კი კანონმდებლებს თაროზე აქვს შემოდებული ამბიციური სამართლებრივი დოკუმენტი. გირგლიანის შესწორებები და ამ დრომდე გაუგებარია, ვინ და რატომ არ ქმნევს არასწორად სახელს პრევენციულ დოკუმენტს, რომელიც არ ითვალისწინებს წარსულში ჩადენილი დანაშაულების ლუსტრაციას, ვრცელდება მხოლოდ მოქმედ და მომავალ საჯარო მოხელეებზე, თუ ისინი მსგავსი სიმძიმის დანაშაულს ჩაიდენენ. ჩვენი ფრაქცია იწყებს მუშაობას გირგლიანის შესწორებებზე, რითაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შეზღუდვის მაღალ სტანდარტს ვაწესებთ. ეს არის საკანონმდებლო რეაქცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებაზე ენუქიძე და გირგლიანის საქართველოს წინააღმდეგ. ასე წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. რეაქცია გადაწყვეტილებიდან 7 წლის შემდეგ. ამ პოლიტიკურ განაცხადს სამართლებრივი ძალა ჯერ არ აქვს. ცვლილებები პარლამენტმა შარშან პირველი მოსმენით მიიღო და მას შემდეგ იურიდიული კომიტეტის კედლებსა და თაროებში მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებს შორის ჩაიკარგა. ხანაშვილი გახალთ მომხსენებელი, მაგრამ იდეა თავისთავად კარგია, მაგრამ დაწერილი არ იყო კარგად. იქ იყო ბევრი იურიდიული ლაფსუსი, ამას სჭირდება ცოტა უკეთესი კვალიფიკაცია სისხლის სამართლის სფეროში, თუმცა მეცნიერებიც იყვნენ ჩართული ჩვენთან ერთად და ეხლა არის ვერსია მომზადებული, მაგრამ მან უნდა წარმოადგინოს და არ ვიცი, ვერ გეტყვით, რატო არის პროცესი შეჩერებული, ეს მას უნდა გითხოთ. რა თქმა უნდა ვკითხეთ, პასუხად წინამორბედისა და მოქმედის ურთიერთბრალდებები მივიღეთ. ერთმანეთისთვის კომპეტენციის დაწუნებისა და პირადი ინტერესებით მოქმედებაში დადანაშაულების გარდა განხილვის გაჭიანურების მიზეზიც მოვისმინეთ. თქვენ უნდა კითხოთ კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, რა მიზეზით არ მოგცა საშუალება ჩვენ ეს პროცესი ბოლომდე მიგვეყვანა, რამ განაპირობა ეს, ვინაიდან ჩვენ სრული კონსენსუსი გქონდა იმ აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან, რომლებზეც თითქოს მაშინ აპელირებდა, რომ გარკვეულწილად რაღაც კონსტრუქცია ირღვევდა თურმე კოდექსში. ყველაფერი იყო გამართული, სწორად ჩამოყალიბებული, ასე რომ მე მიჩნდება ეჭვი იმის, რომ შესაძლოა აქ გარკვეული დაინტერესება ყოფილიყო საკითხისადმი. ვიდრე ყოფილი და მოქმედი ერთმანეთთან ურთიერთობას გაარკვევს, მთავარია არ ავცდეთ მთავარს. რატომ, რისთვის ან ვისთვის იყო ინიცირებული გირგლიანის შესწორებები. თუ კი პათოსი სტრასბურგის სასამართლოს განაჩენზე სამართლებრივი რეაქციაა, მაშინ რატომ ჭიანურდება კონკრეტული შედეგი? ან არის თუ არა ეს სამართლებრივი დოკუმენტი შესაბამისი პასუხი ადამიანის უფლებების უზენაესი დამცველისთვის, რომელმაც 2011 წელს თქვა, რომ სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. გირგლიანის საქმე მართლა იყო ყველაზე პრეცედენტული საქმე, როგორ ამორალურად, როგორი სისასტიკით არ უნდა მოიქცეს ხელისუფლება. როგორ უნდა დააფაროს დამნაშავეებს ხელი. არ არის შემთხვევითი ამ გვარის ხსენება, მაგრამ იცით რა არის სანდრო გირგლიანი ალბათ მომავალშიც. ამ ცვლილებების გათვალისწინებით ბევრ ადამიანს უშველის. გირგლიანის შესწორებების მიზანი არის, რომ ადამიანებმა ადვილად ვერ მოახერხონ გადაფასება წარსულში არსებული მოვლენების. დასტურებით მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ოლეგ მელნიკოვი. წარსული რომ არ უნდა დავივიწყოთ, ეს მხოლოდ პოლიტიკური განაცხადია ამ პროექტში და სამართლებრივი ძალა არ აქვს. ცვლილებების მიხედვით პოლიტიკურ თანამდებობის პირთა მხრიდან ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის სანქციები მკაცრდება. ისინი დაისჯებიან უკანონო ბრძანების ან დავალების გაცემისთვის. ასევე მკაცრდება სანქცია, როცა ჩინოსანი თანამდებობის ბოროტად გამოყენებით სამართალ წარმოებას შეუშლის ხელს. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი.
ამ კანონს უკუგების ძალა არ ექნება და პროექტის ეს ფორმა წარსულს არათუ ივიწყებს, საერთოდ არ ცნობს და აღიარებს. ამიტომაც არც ისაა გასაკვირი, რომ ოპოზიცია ცვლილებებს მხარს დაუჭერს, რატომაც არა, გამკაცრებული პასუხისმგებლობა არ ეხებათ მათ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს და გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულთა თანაგუნდელებს. მათ ვისზეც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების შეთანხმებული მოქმედება მოიცავდა გამოძიების ხარვეზებს, სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის უკანონო გადაწყვეტილებებს, პრეზიდენტ სააკაშვილის არაკეთილ გონივრულ შემწყნარებლობას. სტრასბურგში გაუგდრნენ იმითაც, რომ ამ საქმის განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოს მხოლოდ 9 დღე დასჭირდა. ამ საქმეში ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცემოდა. სამწუხაროდ დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს საქმე აქცია პოლიტიკური, ასე ვთქვათ, რაღაცა თამაშის ნაწილად, ადამიანის და ოჯახის ტრაგედია, გამოიყენა ეს საქმე მათ შორის პოლიტიკური დევნისთვის ოპონენტების იმის ნაცვლად, რომ ეზრუნა მართლმსაჯულების აღსრულებაზე და სიმართლის დადგენაზე. ახლა მხარდაჭერა მარტივია, მხარდაჭერა მოქმედის დასჯისთვის და სამომავლო პრევენციისთვის. ამ ცვლილებებში არაფერია ნათქვამი იმ სისტემის შემქმნელებისა და მონაწილეების პასუხისმგებლობაზე, რომელმაც გირგვლიანის წინააღმდეგ შეთანხმებულად იმოქმედა. არაფერია ნათქვამი შემსრულებლებზე, ვინც ყველა შტოს უკანონო ქმედების აღსრულება უზრუნველყო. სასამართლოზე, რომელმაც ეს უკანონობა დააკანონა. კანონმდებლობაში რაც ცვლილებებს არის შემოთავაზების არ ცვლის. თავარი არის პრინციპი კანონის უზენაესობის, რომ თანამდებობის პირები ან ნებისმიერი სხვა უნდა ისჯებოდეს, იმის და მიუხედავად მთავრობა მას ხელს მის მხარეს არის თუ არა, როცა დანაშაულს ჩაიდეს. კომპლექსის ქვეშ მოქცევას ვილობენ ხელისუფლებისას, რომ აი საქმეები არ ვახსენოთ, საერთოდ თუნდაც წარსულზე არ უნდა ველაპარაკოთ. უახლოეს წარსულზე, რომელიც სულ 6 წლის წინ იყო. ალბათ ისიც პოლიტიკური კომპლექსია ცვლილებების სიმბოლური სახელით გირგვლიანის შესწორებები წარსულს რომ არ არქმევს კონკრეტულ სახელს. გასამართლებული მაღალჩინოსნების გარდა არსებობდა სისტემის შუარგოლიც, შემსრულებლები და თანამოაზრეები, რომლებიც თვალდახუჭულები მისდევდნენ ნაციონალური პოლიტიკის ვერტიკალს. სიმბოლური დატვირთვიდან დაწყებული, პოლიტიკური დატვირთვიდან დაწყებული, კანონით, სისხლის სამართლის კოდექსით იმის დარეგულირება, რომ ხვალ პოლიტიკური თანამდებობის პირმა თუ ჩაიდინა რაიმე სახის დანაშაული, უფრო მკაცრად დაისაჯოს, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქე, ეს არის პოლიტიკური ნება გამოხატული ჩვენ. და მას აუცილებლად მივიღებთ. და არ არის ეს ძალიან საჩქარო პრინციპი, იმიტომ რომ დღეს ღმერთის წყალობით და ხელისუფლების პატიოსანი დამოკიდებულებით ბევრი მონოლის მიმართ ეს საჭიროება საჩქარო რეჟიმში ნამდვილად არ დგას. ესეც ერთგვარი პოლიტიკური გადაცდომა წარსულის მაგალითზე აწმყოს და მომავალს რომ სჯი ისე, რომ სახელს არ არქმევ იმას, რის გამოც სასჯელს ამკაცრებ. დაველოდოთ როდის ჩამოიღებენ თაროდან კანონმდებლები გირგვლიანის შესწორებების ჩასწორებულ ვერსიას.